დედას პრემიელაშვილების ოჯახში საგანგებოდ ცხება. პრეზიდენტობის კანდიდატი დაბადების დღეს სოფელ შალაუში სწორედ ამ სახლში აღნიშნავს და ღამესაც აქვეათებს. ლობიო მჟავე, ცივად მოხარშული დედალი მწვადი და ახალი კახური ღვინო. ვიდრე სტუმარ მასპინძელი კახურ სუფრას მიუძღდება, პრეზიდენტობის კანდიდატი გრემელაშვილების ოჯახის პრობლემები დაინტერესდა და კარმიდამოც დაათვალიერა. თითქოს საფერავი გადავიდა, უმი იყო საფერავი. ეხლა თითქოს რომ ვარდება საფერავის თემა, მაგრამ ალბათ ამ დარწმუნებული ვარ საფერავს ამოხაჭა. აუცილებლად უნდა ესე მოხდეს. სიმინდი რამდენი იყო? სიმინდი არც ისე ბევრი. მიხეილ სააკაშვილი შეშის გუმილთან გათბა და კახური მასპინძლებაც დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატმა გრემელაშვილების ოჯახში კიდევ ერთი მილოცვა მიიღო. ამჯერად ხაზზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევია. Илхам, как жизнь, брат? Спасибо огромное, спасибо, что ты позвонил. Ну, стареем, знаешь как. Ты прошел уже через это, ты уже через мудрость прошел, так что... Непростой, но смотрю на тебя и наполняюсь оптимизмом, так что все будет хорошо. Сейчас сижу с друзьями в кафете и отмечаю. გრემელაშვილებთან მიხეილ სააკაშვილი პირადი მიწვევით მოხდა ისევე როგორც 11 წლის თამუნასთან, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ხმის მიწვევა სოფელ ბანთაში გამართულ შეხვედრაზე შეძლო. ჩემთან წამოდი რა. რა შეტარა ხდება მითხარ? გეხვეწე. რა ხდება შეტა მითხარ? ბებოსნიდან ნახავთ ხო? წამო თუ ბებოსნიდან ნახავ წავეცი. ნახე რა ლამაზ თები გაქვს, რა ლამაზ ბუნება გაქვს. ასეთ ბუნება შეუძლებელია რომ ცუდი ადამიანი გაიზარდოს, ხო ეს? გაუ ცუდი ადამიანებს. არა. აი, დავიჭე. გამონაკლისები არის. ხო, ალია. ძალიან შემოვლეთ წამოყენ, მაგრამ აი გუში მე მითხრა უნდა უნდა დავფასო. სკოლაში გამოაცხადა. პრეზიდენტი მომზადება მე გაყვეცინა აი ეს ზეგი დახტა. ასევე პირადი თხოვნით მოინახულა სააკაშვილმა ბანთის ძველი სკოლა. დაპირება მიღებულია, სასწავლებელი ისეთივე იქნება, როგორიც თბილისის ნებისმიერი კეთილმოწყობილი სკოლა. კომუნისტების არდენდენ დროიდან ეს 60 წლების მერქება ეს. ესე იგი ამ სკოლას გავარემონტეთ და როცა რომელს გავარემონტეთ ერთად გავხსნა. ამას გაგიმოდოთ გაზაფხულში. სოფელ ზემოხოდაშენში პაპა გიორგიმ პრეზიდენტობის კანდიდატს მის მიერ გაჩეხვას გადარჩენილი ათწლოვანი ტყის ნახვას თხოვა. სააკაშვილმა იქვე შეიტყო, რომ მეტყევე, რომელიც მას ესაუბრებოდა, ადრე მსახიობიც იყო და კორესპონდენტიც რამდენიმე გაზეთში. რაგვარი ხარ? კარგი პარკი მაგენ ხელი არის. 9 კილომეტრია მეტი კი. აი გაგიკვირდება თუ ამაში გაშენებულია. სად არის? აი აქვეა. თქვენ გააშენეთ? ჩემ გაშენებული. აბა სად არის მაჩვენ? აი 9 კილომეტრი არ იქნება აი აქ. თქვენი გაშენებული პარკია? ჩემ გაშენებული. ასთავარი ტყე გადაურჩინეთ? შვინებს. შვინებს. მამა ხარ შენი ვალი. ეგეც უნდა იწოდე 24 ფილმის მსახიობი ვარ. მართლა? კი. გოლა ხო გინახია? კი. გარიგება გინახია? გარიგება? იმპოსტალიონი ვარ გარიგებაში. ზემოხოდაშენიდან მიმავალ პრეზიდენტობის კანდიდატს გზატის ავტობუსი შეხვდა, რომლითაც სოფლებში 30 წლის წინ მგზავრობდნენ. მოსახლეობამ იქ შეიტყო, რომ მარტში ძველ ავტობუსებს ახალი ყვითელი სამარშრუტო ტაქსები შეცვლის. სოფელ კონდოლის მცხოვრებნი იაფიანი კრედიტებითაც დაინტერესდნენ. ჩაუზერა საუბარი ჩვენ ახლა გრელვადიან პროგრამის სწორედ იმ ხალხისთვის, ვისაც არ აქვს სამსახური, ვისაც არ აქვს ჩასადების საშუალება. მაგრამ აქვს სუსტი გეგმა რა უნდა რომ გააკეთოს თავის ოჯახის ბიუჯეტში. ეს პირველ რიგში ერთი მინდა თქვა, რომ აი თქვა პატარა ოჯახი, რომელიც დაიწყებს ახლა პატარა ბიზნესს, ციან თავისუფლდება გადასახადებისგან, ეს ერთი ის გამოდის და მეორე. ეს არაიარული შედეგი, ეს არის შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილმა დღეს კახეთის რამდენიმე სოფელი მოიარა. ყველგან იცოდნენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იუბილარი იყო. სწორედ ამიტომ შეხვედრები მიმოცით იწყებოდა. გილოცავთ და გამარჯვებას გილოცავთ კლავაც.